გამარჯობათ, მოგესალმებით, მშვიდობა ყველას, ის მადლის სიკეთე სიხარული, სიკეთე არ მოკლებოდეთ. ჩვენ ახლა ჩვენი ტაძრიდან წავედით მოსალოცად ათონის მთაზე. ახლა ვართ თესალონიკში, დღესდღეობით ჩამოვბრინდით აქ. აქედან დაახლოებით საათნახევარი 2 საათის გზა არის პატარა ქალაქი ურანოპოლისი, საიდანაც უკვე გემით შევალთ ათონის მთაზე. ეს იქნება პირველი მონასტერი, დოქიარის მონასტერი, რომლის შესახებაც უკვე თანდათანობით მოგიყვები და ჩვენთან ერთად დაგათვალიერებინებთ ათონის მთას, რასაც შევძლებთ რომ გადავიღოთ და გაჩვენოთ ყველაფერს. შევძლებთ რომ თქვენამდე მოვიტანოთ ის მცირედი რისი გაკეთება ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სამრევლოსათვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისათვის. აქედან იწყება ჩვენი მოგზაურობა. ჩვენ ჩამოვედით ურანოპოლის, საიდანაც გემით უნდა შევიდეთ თვითონ ათონის მთაზე. ამ მთაზე მოხვედრა მხოლოდ შესაძლებელია გემით და ვერტმფრენით. მიუხედავად იმისა, რომ მთა არის ნახევარკუნძული, რომლის ფართობია 80 კილომეტრი სიგრძეში, 12 კილომეტრი სიგანეში და 20 ძირითადად მთავარი მონასტერი, რომელსაც აქვს კელიები და სხვადასხვა სკიტები. ათონის მთაზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ათონისაც გახლავთ დედაღვთისმშობლის წირთვედრი მიწა. როდესაც დედაღვთისმშობელი, ესეთი გარდამოცემა არსებობს, როდესაც დედაღვთისმშობელი კვიპროსში მიემგზავრებოდა პირველ ეპისკოპოსთან ლაზარესთან, მოციქულებთან ერთად, ხდება ისე, რომ გემი მოულოდნელად გეზს იცვლის და პირდაპირ მოემართება ათონის მთისაკენ. ათონის მთაზე იყო წარმართული ღვთაებები, აპოლონ ზევსის ქანდაკებები და ბერძნებისთვის რაღაც მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენდა თავდაპირველად ანტიკურ ხანაში ათონი. და ამის შემდგომ, როდესაც დედაღვთისმშობელი ეს დადგავს ათონის მიწაზე, ყოველი კერპი დაიმსხვრევა. ამის შემდგომ უწყები იწყება უკვე ათონის მთაზე პირველი ქრისტიანობის გადაგება. აქ ცხოვრობდა თავდაპირველად ხალხი, რომელსაც ეკადაგათ ქრისტე და იწყებენ უკვე ქრისტიანულ სარწმუნოებას, მრავალი მოექცევა. უკვე მონასტრული ცხოვრება და პირველი მონასტრები თეოდოსეთის უკავშირდება, შემდეგ პეტრე ათონელს მე-7 საუკუნეში, მე-8 საუკუნეში და უკვე ძალიან განვითარება მონასტრების ათანასე ათონელს უკავშირდება უკვე მე-10, მე-11 საუკუნეში, რომელსაც შენდება უკვე მერე მრავალი მონასტერი და აქ მრავალი ბერი მკვიდრობს. აქ მხოლოდ კაცებს ეძლევა საშუალება რომ შევიდნენ და მოილოცონ. ხოლო არის პრაქტიკა, როდესაც ქალები შორიდან გემის საკრუიზო გემით მოიხილავენ შორიდან უბრალოდ მონასტრებს. ესეცად და მას ყველაფერს უკავშირდება ესეც სასწაული, რომ როდესაც თეოდოს დიდის შვილი გადაწყვეტს რომ მოინახულოს მამის მიერ აშენებული მონასტერი, იქ ღვთისმშობლის ხატიდან გაისმება ხმა რომ დატოვოს მონასტერი, რადგან ბერები სასტურში არ ჩააგდონ, რომ არ ღვთის რისხვა არ მოვიდეს მასზე. და ამის შემდგომ უკვე ეს კეთილმორწმუნე ქრისტიანი გაეცლება მონასტერს და ამის შემდგომ დაწესდება რომ ქალის ფეხი აღარ დაიდგას მონასტერში და ეს არის მხოლოდ ბერების რესპუბლიკა. მე-10 საუკუნეს იმპერატორისგან გადაეცა ბერებს როგორც უვადო დროით, რომ ეს იქნება მათი რესპუბლიკა, ბერების სახელმწიფო, ანუ სახელმწიფო, ესე რომ ვთქვათ, სახელმწიფოში და მხოლოდ აქ მკვიდრობენ ბერები. ახლა ველოდებით გემს და უკვე შევალთ პირველ მონასტერში, ეს არის დოქიარის მონასტერი და რომლის შესახებაც უკვე მონასტერში ყოფობის დროს აგიხსნით, დაგათვალიერებინებთ შეძლების და
აი ახლა გაჩვენებთ თოქიარის მონასტრის მთავარ ანგელოზს და ტაძარს. სადაც განისვენებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი სამშემსმენელად წოდებული. შევიდეთ მონასტერში, ეზოში, სადაც უნდა გავიაროთ რეგისტრაცია. და დაგვიგინავ წინაწი მონასტერი გაფრთხილებული იყო. ჩავიდოდით ველოდებოდნენ. მონასტრის კრიტორები, მონასტრის ეს ეზოში მიმდინარეობს სარეგულაციო სამსახური. გადაღებას გზალავენ, რომ მოგვეცალა გადაღების საშუალება და გადავიღებთ ღვთისმშობლის ხატს. სამშემსმენელი. ხატი აქ არის დასვენებული. გადამაგზე. მონასტრის თავარი ტაძრის. შუბლის ხატი სამშემსმენელად შეგვეციოს და ღვთისმშობელი. შორიდან ცივი დავაქსიო. საცხოვრებელი კელიები. ჩვენ არ ვიცით, სად გაგვანაწილებენ, სად მოხვდებით, რომელ კელიაში. თოქიარის მონასტერი, გარეხედი. ტოვებთ ახლა დღეს უკვე თოქიარის მონასტერს. საიდანაც მივალთ დაფნის ნავსადგურში, კიდევ კარიეში, შემდეგ ვეხით უკვე არტოკრატორის მონასტერში. შემოდის გემი პანაგია ოდიგიტრია. აი გემი, რომლითაც ქალბატონებიც გადაადგილდებიან და კუნძულს გარედან დაათვალიერებენ. შემოვლიან ნახევარ კუნძულს. თოქიარიდან ახლოს მდებარეობს ქსენოფონტეს მონასტერი, რომელიც ამჯერად ვერ მოვიხსნა. ქსენოფონტეს მონასტერი.
ტოკიერთან ყველაზე ახლოდ ეს მონასტერი მდებარეობს. არის მონასტერი ქსენოფონტე, სადაც წმინდა გიორგის თავის ქალის ნაწილია დავანებული. სხვა მრავალ სიწმინდესთან ერთად. ულამაზესი მონასტერი. აი თავხედავთ როგორი ციხესიმაგრეებივით არის მონასტრები, ხო? თანამედროვეულად ეს კედლები თავდაცვით ფუნქციას ასრულებდა მეკობრეების შემოსევების დროს. ახლა მივემართებით უკვე რუსულ პანტელეიმონის მონასტრისაკენ. აი ეს არის კარგად გამოჩნდება. ამთას ეწოდება ათონი და ამ მთის სახელით მიიღო მთელმა ნახევარკუნძულმა სახელწოდება ათონი, რომლის სიმაღლე არის 2033 ზღვის დონიდან. იმედია გამოჩნდება. წმინდა პანტელეიმონის რუსული მონასტერი. ერთ-ერთი უდიდესი მონასტერი მიწის ფართობითაც, შენობა ნაგებობითაც, მიწებითაც. ახლოდანაც შევხედოთ შორიდან არ მისული დაფნეს ნავსადგურამდე გამოჩნდა კიდევ ერთი ქსენოფონტამის მონასტერი. რამდენად ჩანს არ ვიცი, მაგრამ ამასაც დაგანახებთ. ეს არის დაფნევს ნავსადგური, საიდანაც უკვე მიკროავტობუსით კარიესში ავალთ, ადმინისტრაციული ცენტრი ესე რომ ვთქვათ, მთლიანი ათონისთვის, საიდანაც ორგვარი გზა არის საფეხმავლო და მანქანით ვირჩიეთ რომ ფეხი წავიდეთ უკვე მონასტერში. კარიესში. აქედან უნდა წავიდეთ ფეხით პანტოკრატორის მონასტერში, მაგრამ აქ არის ტაძარი, სადაც ღირს არსის ხატია დასვენებული და გითხრეს რომ ღია არიოთა. ყოველთვის არ არის ხოლმე ღია და იქნებ გაგვიმართლოს და მოვილოცოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი. ეს არის კინოტი, ანუ ეგრეთ წოდებული აქაური პარლამენტი, რომელიც აქაური მონასტრის წინამძღვრებისგან შეიძლება ხოლმე. ტაძარი უბრალოდ შიგნით გადაღება იგრძელებოდა. თუ მოვახერხეთ იქნება თილად გადავიღო.
აბა ბიჭებო, სამშვიდობის 6 კილომეტრი ნახევარი გვაქვს ფეხით გასავლელი. ფეხით ვირჩიეთ რატომღაც. კარიესიდან მივდივართ პანტოკრატოს მონასტერში. კი, გზად უნდა მოვიდოცოთ ელიას მონასტერის წინასწარმეტყველს, რომელსაც არც ყოფილვართ, არც ვიცით, არც ისტორია, სამწუხარო და ადგილზე ნახავთ ყველაფერს. დავით ხარ შემართებით. ჩვენი თემური როგორ არის? ჩაიძვი, მოიცვი არ შეგცივდეს თეიმურს. დავეთით. ეხლა უკვე ვიმყოფებით გზაზე და ჩავართ მეორე ნაპირას, ანუ ათონის მთის ჩრდილოეთ მხარეს, ჩრდილოეთ აღმოსავლეთის მხარეს. მანამდე ვიყავით სამხრეთის მხარეში. აგზელებთ ფეხით სვლელობას პანტოკრატორისკენ, სადაც წმინდა ილია წინასწარმეტყველის კიტი უნდა გავიაროთ და აი ესეთი ხედები გვეშლება, მონასტრები, კიტები, კალივები, ესეთი ნისლიანი ამინდი. ლამაზი ბუნება. დავედით გავაგზავნოთ. მარცხნივ ძალიან საინტერესო კარგი დავიჭირეთ. აი იქ მივდივართ ჩვენ. გამოჩნდება. აი ჩანს ძალიან კარგი. პანტოკრატორის მონასტერი, სადაც უნდა ჩავიდეთ. შეიძლება კამერა უფრო აიყო. აი ესეც ილია წინასწარმეტყველის სკიტი. მონასტერი. ულამაზესი. ძალიან დიდი. აი ჩემო ძვირფასებო. ეს არის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სკიტი. ულამაზესი ტაძარი. ეზოში დავალებოთ. ევლოგიტე პატერ. ახლა მოვილოცავთ სიწმინდეებს და გზას გავაგრძელებთ, სადაც უნდა დავჭერთ პანტოკრატორის მონასტრისაკენ. მოვილოცეთ წმინდა ილია წინასწარმეტყველის სკიტი და ეხლა ფეხით ვაგრძელებთ გზას პანტოკრატორის მონასტერისაკენ. აი ესეთი გზა გადის ტყეში. თავისი პატარა მინიშნებებით. აი ჩამოვედით პანტოკრატორის მონასტერში. წმინდა ელია წინასწარმეტყველის სკიტი, საიდანაც ეხან დავიწყეთ სვლელობა, გავაგრძელეთ უბრალოდ.
ესეთ დიდებულ ადგილას მდებარეობს. იქი ჩანს ზავრუნ ნიკიტა. ესე ქვია ამ მონასტერს. იმის იქით არის უკვე ვერონის მონასტერი, რომელსაც რამდენიმე დღეში ვესტუმრებით. ეს ტაძრის მონასტრის ეზო. მანდ იქნება არ ხონდა ესე დიდებული ეზო. თავარი ტაძარი. არ ხონდა კი ბერძნულად. გესტაუს. სადაც უნდა მივიღო. რა თქმა უნდა, ხა წინ ჩაწერილები ვართ, რომ საათი ჩვენს დასახვედრად. Foto
მონასტერი, რომელიც ქართველების აშენებული და უამრავი წმინდა მამა მოღვაწეობდა ივერთა მონასტერში. დღეს სამწუხაროდ არც ქართველებს ეკუთვნის და არავინ ქართველი აღარ მოღვაწეობს ამ მონასტერში. ხვალ უფრო კარგად განახებთ ამ მონასტრის შესახებ, კარგად გადავიღებთ, როცა დავრჩებით ეს სხვიდან გადაღებული კადრები. შეეძიოს ყველა უძულობაში ყოფილი თალოცოს აკურთხოს ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი ყოველი მის დასარწმუნებით მიმთხეულნი შეეძიოს დედა ღვთისმშობელი ქართული კელიისაკენ, ვატოპედის ქართული კელიისაკენ. აი, ჩემო ძვირფასი ეს არის ვატოპედის ქართული კელია. ეს ახლა აქ დიდი საცხოვრებლები ჩენდება. კელია დაახლოებით, რომელიც 10-დან 15 პერსონას დაიჭერს დარჩენით.
განახებთ. ესენი არის სკელიები, გაცხოვრებლები. აქ ჯერჯერობით ერთი ბერი ცხოვრობს მხოლოდ, რომელსაც დროდადრო სტუმრობენ ხოლმე ქართველები. სტუკე ტაძარი. მთავარანგელოზ და სახელობის კელია არის. ანალოგიური არის მეორე სართული საცხოვრებლების განლაგებით.